პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. დედა ეხლავე საავადმყოფოში გამიკეთეთ დექსამეტაზონი. დედობა არის რაღაცა არის შინაგან საქმეთა მინისტრის საგარეოდ ჟონგლიორობ რაღაცებს. ვაიმე ამბავს რა დავიღუპეთ რაღაც სატანისტია. ჩემი გოგო ჩემი სიყვარული. არა ხო, იმიტომ რომ რეალურად რაც მინდა რომ მეკავაკეთე. კარგი რა. და დაგიშა. აი ხო თქვი არა წესრიგში. არ არის კარგად არა. შენ მაგაზე არ ილაპარაკო, ეხა მე ვიტირებ. როგორ დედა შენ აღარ მოხვალ. არა დედა ეგრე არისო, არასწორად გახსოვს ისტორია. მაცდი ლაპარაკს. ნუ მოკლედ, კაი, ნუ ვიჩხუბებ დედა. ჩემი არის კონტროლი. ამას უფრო კონდა გაკონტროლოს, ოღონდ აი ხა შეიძლება თქვენს გაგაკონტროლოთ. და მე შეიძლება უნდა გამაკონტროლოს ეხლა ეკუთვნი. ისინიც აკონტროლ. მეთქი ეს შვილო, რას დამსგავსები ხარ შვილო? სასწრაფო დიეტაზე გადადიხარ, იწყებ ვარჯიშს, მასაჟს და მივდივართ ახალი ტანსაცმლის სახიდლად. მეთქი რა დროებითი არ გაჯერ მე არ ვიცი კიდე რა უნდა გამოვიდე და ეკა კეცხო არ იყრი, ისეთი სპიჩი თქვი რომ ბოლო პერიოდში ენერგია მოდი. არა მოჭრა თიცოდე ქალბატონი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს. ალბათ ყველა მიცით და ყველასათვის საყვარელი არის ლუკ ბესონის ფილმი მეხუთე ელემენტი. ეხლა მილა იოვოიჩობას ნუ მომთხოვთ, თუმცა მე ახსნი ამ ყველაფერს. ჩვენ რეჟისორი გვთავაზობს 4 მნიშვნელოვან ელემენტს, რაც ადამიანისთვის არის საჭირო და ჩვენ ადამიანები ამას ვამატებთ სიყვარულს. და მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოდკასტის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ის სიყვარული, რაც ჩვენ ოჯახში გვაქვს და ის სიყვარული, რაც ჩვენ მეხუთე ელემენტად ზებუნებრივ ძალებს გვაძლევს და ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს ერევა, რაც კი ჩვენს წინაშე რაიმე სირთულეებს წარმოადგენს. რამხელა თქვი და ამ ყველაფერს თავიდან ვიტყვი. არა? კაი. არაო, კარგი წინადება არისო, ესე მითხრეს, ამიტომ გავაგრძელებ ამ მიმართულებით და მე ზუსტად ვიცი რომ თითოეული თქვენთაგანი, თქვენი ოჯახის წევრი, როდესაც ოჯახში ვინმეს რამე უჭირს, ხდება ნამდვილი მეხუთე ზებუნებრივი ძალის მქონე ელემენტი და სწორედ აქედან გამომდინარე ვიფიქრეთ რომ შესანიშნავი სახელი იქნებოდა, ასე რომ გამარჯობა, მე ანა ვარდღებუჩავა და თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს. ჩემი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჩაწეროთ ყველაფერზე, რაზეც გინდათ რომ საჯაროდ ისაუბროთ. ხოლო ჩემი ლამაზი გარემო უზრუნველყო ეშლი ჰოლმსთორიმ, რომელიც არის ამერიკული ხარისხი და რომელიც მუდმივად გვთავაზობს საინტერესო აქციებს და ძალიან კომფორტულ ავეჯს, როგორც ჩვენი სახლისთვის, ასევე ოფისისთვის. დღევანდელი მეხუთე ელემენტის სტუმრები არიან ულამაზესი და უსაყვარლესი დედაშვილი, ეკა მიშველაძე და მაკო კვიტაიშვილი დღეს ჩემთან სტუმრად, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. მაცდი ლაპარაკს. როგორ ხართ? აი არა, მინდა და მე თქვა რომ ძალიან კარგი სახელი აქვს. ჯერთი მადლობა რომ მოგვიწვიე და რა ვიცი, კარგია, გილოცავ და მომწონს მე ეს პოდკასტები. რა კარგი ქვეყანაში ვცხოვრობთ. მადლობა. მე რომ შენ მოგიწვიე და მე რომ მიმყავს რაღაცა და ხა შენგან ინტერვიუ უნდა ავიღო და ვღელავ, იმიტომ რომ არ არის ადვილი. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში კი. უცნაური არის, მაგრამ ვეცდები რომ სასიამოვნოდ და სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მაყურებელს. მეხუთე ელემენტი ხო, იმიტომ რომ ისავართ რა, რაღაცნაირად ჯადოსნური ძალები გვემატება ხოლმე ოჯახის წევრებს, როდესაც სიყვარულზეა საუბარი და ერთმანეთს ვჭირდებით და აგატირებთ ხო? ნამდვილად ასე. ჩვენგან გასაკვირი არ იქნება ოღონდ ტირილი და ამისთვის მაყურებელი ძიძდენი ჯობებს და არაფერზე არ ვაპირებ ტირილს და შენგან მე და შენ ვიტირებ. როგორ ჯერ კიდევ პატარების მშობლებს გვაქვს უფლება რომ ცოტა ვიტიროთ ყველაფერზე თან. კარგი. ეკას ვკითხავ. ეკა 18 წლის იყავი, დედა რო გახდე, ხო? ანასი და უკვე 21 წლის მაკოს. კი. მომიყევი ეს როგორი იყო ჩვენი თაობისთვის ცოტათი წარმოუდგენელია. ხო, თქვენთვის ცოტა წარმოუდგენელია და ძალიან კარგია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ
ეხლა ეს ძალიან კარგია და აი რაღაც ასაკიდან მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მეგობრები ვიტყავს შვილები, თითქოს ტოლები ხართ. 18 წლის ხა არანაირად არ ხარ, რა თქმა უნდა, მზად არაფრისთვის საერთოდ. არაფრისთვის, დედობისთვის კი არა და გათხოვება არაფრისთვის არ ხარ საერთოდ მზად და მაგრამ მაშინ რაღაც აი ასე იყო და ძალიან სამწუხარო და თუმცა მე კი არ ნანობ ამას სინანულით კი არ ვამბობ. აი არა ეგეც. ძალიან დიდი ბედნიერება არის ეს და დიდი ბედნიერება იყო მაშინაც და უბრალოდ მე ბევრი დამხმარე მყავდა შესაბამისად ისე გავზარდე ეს ბავშვები რომ ვიცი ვერც კი გავიგე ჩვენი ერთ დღეს აღმოვაჩინე ის რომ რაღაცა უკვე დიდი მეგობარი შვილები მყავს რა ოღონდ დამხმარე ბევრი მყავდა თქო როცა ვამბობ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რამე ეტაპზე არ ყოფილვარ ჩემი შვილების ანას და მაკოს აღზრდაში ჩართული არასოდეს ასე არ ყოფილა. ყველაფერს ვაკეთებდი მე. დამხმარე ნიშნავს იმას, რომ აი რაღაცა ოჯახის მოვლა არ არის შენზე დამოკიდებული და დამეთანხმებით ხა ორივე რომ ეს უდიდესი შეღავათია დედისთვის, რომელსაც ყავს შვილები, პატარები, 3 წელია ანასა და მაკოს შორის სხვაობა და ვიცით ეხა თქვენ თავად თვითონაც რომ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ რაღაცა ყველაფერი ორივეს ერთნაირი რაღაცა მუდმივი კინკლაობა ბავშვებს შორის და ასე შემდეგ მაგითი აღარ შეგაწყეთ თავს, მაგრამ მე ვამაყობ იმითი რომ მე თან ძალიან დაკავებული, ჩემი კარიერით ძალიან გატაცებული, არც ერთ ეტაპზე არაფერში ხელი არ შემშლია, მაგრამ არც ერთ ეტაპზე და მაკო იმედია იტყვის ამას მე მათთვის ყურადღება, დედობრივი მზრუნველობა, ყველაფერში ჩართულობა არ დამიკლია და დღემდე ესეა მინდა ვთქვა. მაგარი. მაგას მე ვიტყვი რომ. მეც ესე მგონია და შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იყო მართლა? არ ნამდვილად ესე იყო, არასდროს არ დამკლებია, ერთადერთი რაღაცნაირად ჩემთვის მისი სამსახური იყო ძალიან ბევრი ჩემს ცხოვრებაში რა, იმიტომ დილიდან იწყებოდა ნიუსი, დილიდან იწყებოდა ხმაური სახლში და ეს იყო ჩემთვის რაღაცა ბევრი. აი მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საბოლოო ჯამში მაინც ტელევიზიაში წავიდოდი და მის ასე ვთქვათ პროფესიას დავეუფლებოდი. დედას ხარ გაიკიდე შე? არ ვიცი შეიძლება პატარა რო იყო და მე მესმის ეხა ალბათ ქვეცნობიერად ისიც იყო რომ არ გინდა რომ დედა სადღაც სხვაგან იყოს რა და ნუ ეს დედა ტელევიზორში სახლში სულ ტელევიზორი და სულ ეს ამბავი რო იყო პატარა რო იყო რომ აი არასოდეს რასისულელი არასოდეს არ ვიმუშავებ ტელევიზიაში არც აი ნუ აი კაი რა დედა რანაირად აკეთებ მოდი ეხა ვივარჯიშო გინდა და რაღაცა დაიწყებდა ესე და არა ნუ ეს ჩემი არ არის და პროფესია სხვა ირჩია აკადემია აქვს მაკოს დამთავრებული დიზაინერია მაგრამ სხვა ბევრი პროფესია აი რეალურად ამდენ პროფესიაში და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და მგონია რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ რაც ვისწავლე გამომადგა სხვადასხვა ეტაპზე მგონია რომ ტელევიზია მაინც საბოლოო ჯამში ის სფერო იყო სადაც ყველაზე კომფორტულად ვიგრძენი თავი აი ყველაზე კომფორტულად მაგრამ რაღაცა დროებითი იყო ნუ დროებითიც არ იყო რამდენი წელი ვიმუშავე 8 წელი ვიმუშავე შენ დედა ყველაფერი წინ გაგჭირ რა დროებითი არ გაჭირ მე არ ვიცი კიდე რა უნდა გამოვიდე და შენ არ იცი რა უნდა გამოყვი არ ვიცი რა უნდა გამოვიდე იცი რა მაინტერესებს დილიდანვე იწყებოდა ანუ ეგ გაფორიაქებდა დედა რო ემზადებოდა სამსახურისთვის ნუ ხა წარმოიდგინე ჩემთვის კი თვითონ პროცესი იყო რა თქმა უნდა რთული რა იმიტომ რომ ეს ხმაური დღესაც აგრესია მაქვს ამაზე დილიდან ნიუსზე მე ტელევიზორს არ ვუყურებ ხოლმე რა უფრო ხმაურს ამას გულისხმობ რომ ანუ ეგ დილიდან სხვა მინდოდა ხოლმე უფრო ჩვენთან თამაშს ვითხოვდი ალბათ უფრო ჩემთან დროის გატარებას მაგრამ არც ეგ მაკლდა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ იმ სამსახურის მერე მახსოვს რომ გავდიოდით ან საშოპინგოთ, ან გავდიოდით სასეირნოთ, ანუ ეს ყოველთვის იყო ჩვენში, მაგრამ ალბათ აი ის მომენტიც ჩემთვის მინდოდა, იმიტომ რომ ცოტა ეგოისტი ვიყავი ეკას მიმართ ყოველთვის. სამაგერო მაკო ზამბერს ეთამაშება თავის შვილებს, ის რაც მე ალბათ დავაკელი და რა თქმა უნდა ხა რაღაცას დავაკლებდი მესმის ძალიან კარგად, თვითონ ამას კარგად უნაზღაურებს თავის შვილებს. ცდილობ ყოველ შემთხვევაში. ესეა, ხო ყველა დედა ცდილობს რომ უკეთესი დედა იყოს, ვიდრე მისი დედა.
ნუ ასე თვლით თორე მეც ეხა დედაჩემზე კარგი დედა არავინ არ მგონია. ხო, სულ ვფიქრობთ ამაზე. მამები თუ ფიქრობენ რა საინტერესო. თქვენი მეუღლე რამდენად იყო ჩართული, აი იმ თაობის მამები ზოგი ძალიან მაგალითად. ძალიან ჩართული იყო და ჩვენ ძალიან ბევრი წელია ერთად აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ მე ამას სულ აღნიშნავდა, მისი ძალიან მადლობელი ვარ და დღემდე ძალიან ჩართულია, რა თქმა უნდა და კარგი мама იყო ყოველთვის მახსოვს ესენი ალბათ რო ხდებოდნენ ხოლმე რაღაცა თავისი რიტუალი ქონდათ მე თუ სამსახურში მივდიოდი რაღაცა ვაშლის დაჭრა ესა და დღემდე სხვათა შორის აი რომელიმე თუ რაღაც ან სიცხე აქვს ან ვირუსი აქვს სულ რაღაც ეს ახსენდებათ და დათო არ არის თბილისში და ამიტომ მოკლედ და მამას დავყავდით ხოლმე უფრო ხშირად ზოოპარკში და სულ რამდენჯერაც ეხლა ზოოპარკში მივდივარ რომ მე ხარ მარტოვით აი ხო თქვი არა არის წესრიგში არ არის ეს კარგად არა შენ დასასვენებლად ხარ ისევ დასასრული მე მგონი არა მადლობთ ცოტა ხანი არა იმას აღარ უდა ეკა გადაირევა ეკა ეხა მე ვაცასაც დასასვენებლად დედა რომ მიდის მაღაზე ცალკე მოგიწევ და ცალკე შევეჯიბროთ ვისუბროთ მე დასასვენებლად მივდიოდი ამას სიცხეს აძლევდა 39-ს და არ მერგებოდა არაფერი ცხოვრებაში მირეკავდნენ დედაჩემი მეორებებია რომ არა შენ კი არ ნერვიულო მაგრამ მაკოს სიცხე 38 როგორ არ უნდა ინერვიულო ჩამოვიდოდი ან დავბრუნდებოდი და კარგად იყო ეს არის ესეთი რაღაც სინდრომი ახსოვს რეალურად შენ რომ მიდიოდი მე რა მემართებოდა ანუ იმის გარდა რომ რეალურად სიცხეს მაძლევდა მქონდა რაღაცა სუეკას კარადაში ვიყავი შევარდნილი და ვიღებდი ეკას იმაისურს რეალურად რაც ეცვა ღამე რომ მისი სუნი ჰქონოდა და აი ამითი ვიძინებდი იდე ხა წეგრევა შენი მაიკა ისე მე მაგ ლოგინი შენი მაიკა მაცვია არა ხა რეალურად რითი ვიძინებ ეგეც არ ვიცი და საერთოდ რომ ვიძინებ და კიტამ თქვა ეს რო წასული იყო კიტამ თქვა რომ იცი დედას რა კარგი სუნია კამფეტის სუნია შეგიძლია შეჭამო და გამახსენდა მაკორო ჩემს სუნზე და მაისურით რო იძინებ ვინ ურეკავთ პირველი ეს რა თქმა უნდა არა მაინც ნუ თუ მაკო რაღაც პერიოდი არ გამოჩნდა რა თქმა უნდა მე ურეკავ მაგრამ ეს მისთქოლი არ ხდება ყველაზე მაგარი ისტორიას მე მოვყვე და აი გეხვეწებით ეს უნდა მოვყვე მოკლედ ფუკას რომ მივყვებოდი მაკო მივედი მაკო არის სადღაც 21-22 წლის რა ხო და ხა ბუკა უნდა გავაცნო და ანა და მაკო სახში არიან ბუკაც მოვიდა და ბუკა მუთხა რომ ესეო მე და დედაო გადავწყვიტეთო რომ დავქორწინდეთო ერთად გადავალთო რაღაცა და არა დედა ეგრე არ იყო არასწორად ახსოვს ისტორია ხა შენ სხვა ისტორია ყველაზე კარგად მახსოვს არა ეს ყველაფერი ვიცოდი რომ ვიცოდი რომ შეყვარებულები იყვნენ და ერთმანეთზე გიждდებოდნენ მაგრამ არ ვიცნობდი ესე პირისპირ ჯერჯერობით რომ აი შედედა დაკარგე არის არ ვიცი სადღაც ვიყავი და ჩამოვედი მე მგონი საიდანღაც და ეკა ესე დგას მახსოვს გათფობასთან და ესე შემოტრიალდა ძალიან ლამაზი კადრი იყო მე ეგ მომენტი არ მაქვს ესე შემოტრიალდა და დედა ალბათ მისთვისაც ზართული ვიყო იმიტომ რომ იცოდა რა ელოდა ჩემგან იმიტომ რომ მე მართლა ჩვეულებრივად თმები გავიშალე და ეს ღერა-ღერა ვიყავდი არა კაცო დედა მე ვთხარი ესე მეთქი მე და ბუკა მოკლედ ვაპირებთ რომ ერთად გადავიდეთ თქო და თქვენ ხა ყურადღებას კი დიდები არიან ანუ ეს 21 თუ 22 წლის არის და 3 წლით უფროსი გოგო ვიყავი რა აი ამ დროს სცენა აი მახსოვს კედელთან გვაქვს გამათბობელი მიმაგრებული და იქ დგას მაკო და როგორ აი რო ტირს რო იწყებს ესეთი ტუჭები უყდება როგორ დედა შენ აღარ მოხვალ მიჩვენეთ როგორ ტირის იცი ნიანგის მართლა აი მოზდის ეს და ვუყურებ რომ მეთქი ხა რამეშო და გავედი და ბუკა ჭკარა მოდი თორე დავიღო ღამე იყო 2 საათი იყო რაღაც მაგ დროს მაკო ტირის თქო და ბუკას რა დაემართა წარმოიდგინე ნეტა რა ტირებს ხო რეალურად იმ მომენტში არ ვიცი რატო მაგრამ ჩემი შეგრძნება იყო რომ დედა წავიდა დავკარგე და ეს იყო ჩემთვის როგორი რაღაც იმიტომ ხა ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება ეს ქალები ვცხოვრობდით ერთად მას მერე რაც ან დაშორდნენ დედაჩემი და მამაჩემი ვიყავით ჩვენ და კიდე ჩვენი დიდი ბებია ჩემი დიდი ბებია ეკას ბებია
სულ ვიყავით ქალები და ერთი ძაღლი მაგაზე ყავდა არის ბიჭი. ლაპარაკო, ეხა მე ვიტირებ იცი. კაი, არ ბები არ ახსენ. და ჩემთვის იყო ძალიან რთული ამ ყველაფრიდან გამოსვლა. თან მაგ პერიოდში იყო რომ ჩვენი ბები აღარ ვიტყვი გარდაიცვალა და ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი რა. მე ძაღლი და უცებ დედაჩემიც მიდის ახლა სახლიდან. წარმოიდგინეთ რა რეალობას ვუყურებ რა. ვაფშე ყველა დავიშალეთ მარტი ბუკა მოვიდა, ეხა ბევრი რო არ გავა, ბუკა მოვიდა, ბუკას კი იცნობთ კარგად და ბუკა არის რაღაც საოცრად მშვიდი და აი არ ვიცი ძალიან გულისხმიერი და დიდი დიპლომატიური ხო და მას ძალიან კარგად შეუძლია ნუგეში ადამიანის რა და აი არ ვიცი ახლა ორ წინადადებაში უკვე როგორ ხარხარებდით იცი რომ ახახახა ესო ხარხარებთ ნუ არ დედა რა თქმა უნდა არსაც წასულა კაცო კი სხვა გამცხოვრობ მე ეხლაც მაგრამ კარგი მხარები დაგანახა მაინც კი და ბუკა აი არ ვიცი საოცარი ადამიანი და ზუსტად ისე მოხდა როგორც ეკამ მითხრა რომ აი მოხვალ გაიცნობ შეხვდები და ისე დამეგობრდებიო რომ ეგეთი კაი მეგობარი არ გეყოლებაო და ესეა მართლა რაღაცა გონია რომ მთელი ჩემი ცხოვრება ჩემთან ერთად იყო და მთელი ცხოვრება რაღაცნაირად მონაწილეობა მიიღო ჩვენი გაზრდის პროცესშიც რა იმიტომ რომ ძალიან ჩვენი არის მართლა და ნუ საოცარი ბაბუა რო არის ეგ კიდე შეიძლება კითხო რომელი უფრო ის იყო მტკივნეული მისაღები გაშორება მშობლების თუ შემდეგ აი ეს რაზეც ვისაუბრეთ ახლა ეხა სიმართლე რო ვთქვა, ჩემთვის არ ყოფილა ისეთი მტკივნეული, ალბათ როგორც იყო ჩემი დისთვის. ხო, ანა უფროსია მაინც. მე რატომღაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ ვიცი ესე ვამართლებ ჩემ თავს თუ მართლა ესე ვარ, მე მგონია რომ რაღაცა უფრო მარტივი ადამიანი ვარ და ბევრ საკითხს ცოტა ზედაპირულადაც ვუდგები ხოლმე რა, არ ვიკლავ თავს რაღაცეების გამო რა. ალბათ შეიძლება სტრესიდან გამომდინარე რომ დაშორდნენ, ამითი დავბლოკე და ამითი მივხვდი რომ ეს რო არ დამებლოკა, ჩემთვის უფრო სტრესული და უფრო რთული გადასატანი იქნებოდა. ეხლა რო ვფიქრობ, რთული არ იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მამა ჩემი მაინც ყოველთვის შემგვერდით იყო, როცა მჭირდებოდა ჩემთან ერთად იყო, მასთან მივდიოდი, ვრჩებოდი. მათი ურთიერთობა ჩვენთვის და სახლიდან ვაგდებდი და მეგობრებოდი რომ აღარ მოყვიდა წადი მამაშენთან. კი, ესე იყო ხოლმე, ძირითადად ყვილს ვერ იტანდა და ამიტომ აგდებდა ხოლმე სახლიდან და მამაჩემთან მივდიოდი. ერთხელ ქენი ეგ სინამდვილეში მაგ. და სხვათა შორის მამასთან კარგ დროს ვატარებდი ხოლმე და იცოდე რომ კი, აბა ძალიანაც დარდობდი, იმიტომ რომ მამაშენი მერე მირეკავდა და წაიყვანე ხა ეგ კათოლი დარდობს ეს ძალიან მეტყოდა. მე სულ მინდოდა რომ დეიჩემი და მამაშები რაღაცაზე რომ იკამათებდნენ, ხო ყველა ოჯახში ყველა კამათობდა შე რომ პატარა ხარ ამას ძალიან დიდ პრობლემად უყურებ და სულ მომდი ხო შორდებით, იმიტომ რომ მე მყავდა მეგობრები, ვინც აი ესე დედასთან და მამასთან ცხოვრობდნენ და მე ძალიან მინდოდა რომ მამასთან წავსულიყავი და დარჩენილიყავი. ეხლა ვფიქრობ რომ რა სულელი ბავშვი ვიყავი, რომ ველოდებოდი რომ იქნებ დაშორდნენ ესენი და მე სადღაც წავი, იმიტომ რომ მთელი მუღამის იყო რომ სადღაც დარჩენილიყავი ღამე. სადღაც დარჩენილიყავი 90-იანებში სუსახში ვიყავი 100 კაცთან ერთად და ეთყობა ეს რაღაცა გაძრომა მინდოდა ძალიან. ჩვენ პრობლემა არ გქონდა დარჩენის ეკა დიდად კი არ უყვარდა მეგობრებთან რომ ვჩებოდი, მაგრამ მაინც აი ამაშიც გამოიხატებოდა მისი ჩვენდამი დამოკიდებულება. რაღაცნაირ თავისუფლებასაც გვაძლევდა და თან შებოჭილიც ვყავდით არა, კონტროლი, მაგრამ ასევე თავისუფლება. მე ესეთი მიდგომა მქონდა და მაქვს, რომ ეხლა რაღაც უნდათ ჩემი კონტროლი, მაგრამ მე მაინც ანუ კაცრი იყავი შენი აზრით? არის იყავი მკაცრი? ესე იგი მეც ესე ვფიქრობ რომ მეგობრული ოღონდ მკაცრი. მეგობრული და მკაცრი. ანუ უნდა მცოდნოდა სად არის, ეს ძირთად მაკოს ახასიათებდა, უყვარდა თავის მეგობრებთან. ეხლა ყველას ვიცნობდი, ბევრი მეგობარი დღემდე შემორჩა ის მეგობრები და დღემდე ჩემი უსაყვარლე, რა ვიცი, შვილებივით არიან მართლა ჩემთვის. უნდა ვიცოდე სად ხარ, მეტი არაფერი არ მაინტერესებდა და ნუ აბა სიმკაცრე რას გულისხმობს სიმკაცრე რა? არა, რაღაცებს რა ვიცი, ეგ მაკომ თქვას, აბა რა რაში რა საკითხი? ეგ ხო დისციპლინა არის და ეგ ხო ნუ ჩემთვის სიმკაცრე იყო დისციპლინა, არ ვიცოდი მაშინ. არა, გაბრაზებაც ვიცოდი. კი, უფრო კაი. ცოტა ფეთქებადი ხასიათებიც გქონდა ხოლმე, მაგრამ ეხლა სულ ვამბობ, რომ ისეთი რო არ ყოფილიყო მე ესეთი არ ვიქნებოდი. ჩემი შვილია ვერძი და ის რაღაცა ისე ჩვენ ყველანი შევდივარ. თავშესა ბომბები ეკას უყვარს რომ ყველაფერი ისე ხდება როგორც მას უნდა.
ოღონდ წესრიგში უნდა იყოს ყველაფერი. ეხა რეალურად მეც ქალწული ვარ და წესრიგი ჩემთვის და პედანტი ვარ ისეთი ციკიანი, რომ აი მეტი არ შეიძლება, მაგრამ მისი წესრიგი და ჩემი წესრიგი სხვადასხვა არის, ხო? ყველა ადამიანს ახლა ინდივიდუალურად აქვს. არა, ჩემი არის კონტროლი. ამას უფრო უნდა გაკონტროლოს, ოღონდ აი ხა შეიძლება თქვენს გაგაკონტროლოთ და მე უნდა გამაკონტროლოს ეხლა ეკუთვნის ისინიც აკონტროლ. ჩემი როგორც წამყვანის გაკონტროლები ხო ეგრევე გადავავლე თვალი მიკროფონი არა დარწმუნებული ხო მილიონი შეიძლება შენიშნოს მომწერე მე ჩუბად მომწერე ვერძების ამბავი მე მკითხე მოგიყვები ძალიან გაგიმარტივებ ვერც არასოდეს არაფერში არ შეეწინააღმდეგო არასოდეს არაფერში არ შეეწინააღმდეგო თვითონ გაუ აუცილებლად მაგას მე ცალკე თუ კიდე ცალკე პოდკასტი ჩავწეროთ ვერძებზე დედობა არის რაღაცა არის შინაგან საქმეთა მინისტრიც ხარ საგარეოდ ჟონგლიორობ რაღაცებს ზარეულიც ხარ ხო ის რაღაცა ტრენდი რო არის ხო იცი ეს ზარეულს უყიდე ეს მასო რა ქვია დამლაგებელსო და რო არ აყავსო და ხო და ყველაფერი თავის და საჭუქრა და გიждდები ძალიან მომწონს და ხო და მე სუხსნით ხოლმე რომ ეს ალბათ ძალიან რო გეშლება ნერვები ამ რაღაცა ქაოსში და მენეჯმენტის დალაგებაზე რა დივნებით რავი რა იყო მაგრამ არიან ქალები კარგი მენეჯერები ჩემი აზრით საუკეთესო იმიტომ რომ ის რაც დედას და ოჯახში ქალს შეუძლია და ერთდროულად აგვარებს ყველაფერს ეს არის არ ვიცი ეს მართლა უნიკალური თვისებაა რაც შეუძლიათ მხოლოდ ქალებს. მეხუთე ელემენტიც ზუსტად ვართ. კი, ეგ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ჩემი აზრით ქალებს. კი. ხო, შეგვიძლია, მაგრამ სად მივყავართ საბოლოო ჯამში. ზედმეტი არ უნდა იყოს საფეხურზე თუ მიგვიყვანა მე, აი წარწულია. მოდი თინეიჯერობაზეც კითხავ, იმიტომ რომ ეს ისეთი ასაკია, ყველას გვაინტერესებს. მე ცოტა მეშინია სიმართლე გითხრა. მეც. მე მგონი ყველაფერზე დღეს რასაც შენიშვნას ვაძლევ იმისთვის ვაძლევ რომ იმ თინეიჯერობაში გადავრჩე თუ რაღაცა მეშინია და სულმეუბნები რომ ნუ გეშინია ნუ გეში შენ როგორც გინდა ისე არა გოგო მაშინ არის ნერვიული ამ ფსიქოლოგმა მითხრა რომ შენ როგორც გინდა ისე მაინც არ იქნება და აქედანვე შეეგუება არის ნერვიულო ბიჭები ბევრად უფრო რთულები ყოფილან იმიტომ რომ ხა შვილი მყავს ბიჭი და ხვდები რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ბიჭებსა და გოგო მაინც ბევრად უფრო თვინიერია ნუ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. თინეიჯერობაზე მე არ მახსოვს. მე მგონი აი შენ ეს მე მახსოვს ძალიან. სხვათა შორის აი ხა ფიქრობდი როგორი გარდატეხის ასე ვთქვათ ასაკი მქონდა. რა პრობლემური ვიყავი? არ მახსოვს. ნუ თუ არ ჩავთვლით იმას რომ შავი პომადით მომევლინა ერთხელ და ჩონჩხებიანი საყურეებით და ხელებზე ჩონჩხებით და რაღაც აი ესე შავად დახატული თვალებით და ბებია ჩემი კინაღამ მოსასულიერებელი კირდა გახდა და დედა ჩემი იყო საერთოდ ამას თუ არ ჩავთვლით რაზეც მე ვთქვი რომ აი ეს არის ალბათ ასაკიც რა ახალგაზრდა დედა რომ არაუშავს, იმიტომ რომ ყველა იყო რომ ვაიმე ამბავს რა დავიღუპეთ რაღაც სატანისტია თუ რაღაცა და ნუ ეხა მე ხომ ვიცი ჩემი შვილი და მე ვთქვი რომ ხალხო არაფერი არ უთხრათ საერთოდ არ შეემჩნიოთ გაუვლის და ასე გაუარა ერთშვენი ერთ დღეს ყველაფერი გადაყარა და რაღაცა ეხლა კი ხედავთ როგორიც არის და ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო. ანუ ეს მოწონდა გარეგნობა ესეთი. რაღაცა მაშინ რაღაც მოდაც იყო ეთყობა ესეთი რა, თორე დანარჩენი სხვა არაფერი. ნუ ასე რომ ყველაფერი მაგასაც იყო რაღაც ეტაპი. რაღაცა თავებმა ეგ 40 წლის ზემოთ ცადეს ეგ რაღაცები და ანუ რაღაც აი რო ეძებ რა შენ თავს. ეხლა რო შეშვილებთან ეგრეია რომ საკში ცოტა ჯობდა რომ მაშინ ეხლა რო შენ თავის ძიებაში იყო ძალიან გაგიჭირდება. ამიტომ ჯობდა რომ მაშინ მაგრამ მე მგონია რომ მაგ დროს მშობელს ძალიან დიდი როლი აქვს რა და აი სულ ჩემ გარშემო თუ ვინმე მსგავსი პერიოდს გადის და ყოფილა მსგავსი შემთხვევები რომ ბიჭს სიტყვაზე აი ვეუბნები რომ მიუშვით და
იმიტომ რომ ეს ეკას გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს რეალურად რა რომ ესე მომიდგა თვითონ ეკა და ეკა არ გაიგიჟა თავი და რაღაცა პანიკაში არ იყო იმითი რასაც ხედავდა იმიტომ რომ საპანიკო მართლა არაფერი არ იყო მე ესე გამოვხატავდი საკუთარ თავს ესე მომწონდა ესე მელამაზებოდა ჩემი თავი იმ მომენტში და ეკას რო ეთქვა რომ ეს რა საშინელებაა და რა ზუსტად გამოიყურები და რას გავხარ ალბათ ზუსტად იმიტომ რომ პროტესტი გამომეხატა უარესაც გავაკეთებდი საბოლოო ჯამში აი ესე რომ მომიდგა რომ აი ჩილ იყო და არაფერი ისეთი პრობლემური არ იყო საბოლოო ჯამში ეს ნელ-ნელა მართლა მახსოვს რომ მოვიხსენე ერთადერთი რაც ძალიან მომწონდა და დღესაც მომწონს არის ტატუ და საბოლოო ჯამში რომ იმიშვა ალბათ მართლა მთელ სხეულს მოვიხატავდი რა მაგრამ სადღაც მაინც უკვე მიშვებული ხარ მე აღარ გაკონტროლებ როდეს შენ თვითონ აკონტროლებ შენ პერიოდი მქონდა დედა 4 წელია ლაქტაციის პერიოდი მაქვს ტატუსაც ვეღარ ვიკეთებ მე მინდა რომ ჩემ შვილებთან ერთად გავიკეთო ტატუ მე მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ვისაც არ აქვს ტატუ ჯერ ვერასდროს ვერ მოვიცვალე მე ვარ მეორე ერთადერთი შენ და მე მეორე მაშინ ძალიან კაი ვიყო ჩვენ ესეთ მაინც რა ამ ეპოქაში არ მომწონს სხვათა შორის ესენიც მეუბნებოდნენ აუდე გაიკეთე ანაც მაკოც და რაღაცა ჩემი არ არის რა და რაც ჩემი არ არის არ მინდა რომ სხეულზე რაღაც ზედმეტი მქონდეს ზოგადად მე არ მიყვარს რაღაც დიდად ეს ცვლილებები მკვეთრი და აი გონია რომ აი რაღაც რო დავინახო შეიძლება ზედმეტი ხალი რომ მაქვს ხოლმე ანუ ახალი იმასაც კი ძნელად ვეგუები და არ მგონია რომ შევეგო და ამიტომ არ მაქვს არ მინდა პროფესიის გამო ეგეთ რაღაცებზე მე მაგდეთ პროფესიის გამო ვიკავებ თავს რომ შეიძლება მე ეს დასაფარი გახდეს ხა ნინას რომ მაგაკეთან მაგარი ტატუები როგორ ხო მაგრამ ისეთ ადგილას შეგიძლია გაიკეთო სადაც მარტო შენ გეცოდინება რა თქმა უნდა ეგეთი არ მე მინდა რომ რაღაცას გამოხატავდეს იყოს რაღაცა ჩემი სტილი მოვიხატო თავი გადავიპარსო და ეგ მაგას ვამბობ რომ დავბერდებით თქო შეგვარსონები რომ თავი გადავიპარსო და ტატუები გავიკეთოთ მეთქი ანუ რომ გიჟბებია და ბაბუები რო იქნებით გავიც მაგის თავი რა ანუ რაღაცა მაგას იმედია მე მგონია რომ რაც უნდა ადამიანს საბოლოო ჯამში უნდა გააკეთოს და ყველაფერი უნდა გააკეთო მართლა რაც გინდა არაფერზე არ უნდა უთხრა საკუთარ თავს არაფრის გამო არ უნდა თქვა უარი ჩემი აზრით ეგეთი დედაშვილი როგორი რეაქცია ქონდა შენ მაკოს გათხოვებაზე მე მგონა სხვა რაღაცას ეკითხებოდი რა გეგონა პირსინგზე რომელიც მქონდა პირსინგიც ჩემს გარშემო არის ეს თემა. ანუ ჩვენ თავობაც ეგრე ვართ, რომ არაფერს არ მიშლის ყურებზე ზედმეტი საყურეები მაგის გამო დიდი კონფლიქტი მინდა რომ მოვაგლიჯო, აი არ შემიძლია. არა, რატო იცი, მგონია რომ ჯანმრთელობას უნებს. შეიძლება ვწდები, მაგრამ აი მე რაღაც ესე ვფიქრობ რა და ეგეც დედაშენისგან გაგოღოთ, იმიტომ რომ ის გეუნება ხოლმე, რომ ჯანმრთელობისთვის ეს არა მარტო, ერთხელ მახსოვს რომელიღაც ექიმაც გითხრა ეგ. ნუ მოკლედ, კაი, ნუ ვიჩხუბებ და ხო იყო რაღაცნაირ ეგეთი თითქოს რაღაცა ტვინში რაღაცა ჯურეთ ნერვებს შეიძლება მოდი პირსინგი ხო კაი ჩვენ ისე სტრესულ გარემოში ვართ არ ამგონია ხარ რომ ეს დაგვეტყოს არც ის არ დამიშლია არაფერი არ დამიშლია როგორ კაი გადამარჩინა ეგ რა ასაკი იყო უკამ გადამარჩინა ეგ იყო მე მგონი თუ რა არა 18-23 22 წლის ვიყავი რა ახალი გათხოვილი იყო ეკა და გადავწყვიტე რომ უნდა გამეკეთებინა smile piercing-ი, რომელიც იყო აი აქ დამაგრებული, ესეთი მგვალი საყურე, რომელიც 7 წელი მქონდა და დედა რო გავხდი, მაშინ მოვიხსენი. ნუ მე ძალიან მიყვარდა ჩემთვის. ძალიან სახასიათო იყო. აი რატომ ნერვი აღარ არ ვიცი რატომ მოვიხსენი, მაგრამ რაღაცა მეგონა რომ ის ეტაპი ამითი დავასრულე რა, მაგრამ მე ვნანობდი და ვფიქრობდი ხო და იმიტომ არ მომწონდა და თვითონ ძალიან მოწონდა და გეხოცები და მოიხსენე. ფოტოს ძალიან უხდებოდა ლამაზი ვერაფერი ვერ დაგაუშნოვებ თეთრ კატკატა კბილებს ორი რაღაც რკინა რანაირად ხდებოდა ძალიან უხდებოდა თუ არის ხო 2 კილო მოვიმატე 2 კილო დავიკელი რაღაცა წელსქვევი ცოტა ბევრი ვარზე და სულ ცდილობთ რომ ეს უკეთეს შემთხვევაში სწორად წარმოგვეჩინა ან დაგვემალა ჩვენი რა ასე ვთქვათ მაშინ ეძახდნენ მინუსები თუ რაღაცა აღნაგობაში არასასურველი ზედმეტი წონა დიდი მკერდის გამო თავისუფალი ზედები დავდიოდით და მოხრილი იყო ყველა ჩემი სამეგობრო სულ კაცის ტანსაცმელი მეც ვარ რა ვიცი ბიჭს რანაირად მოვეწონებოდი ვინც მომწონდა საერთოდ როგორ მიხვდებოდა რომ გოგო ვარ მართლა ბიჭს ვყავდი მე მგონი და ჩვენი მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ მე ხარ მახსოვს რომ დეიჩემს რაღაცა ითქვას მეც ისეთი შევსებული ბავშვი ვიყავი რა რაღაცა საკში განსაკუთრებით აი და ეხლანდელ თაობას ეს საერთოდ კიდე ძალიან კარგია ხო მაგრამ აი კი ბატონო ძალიან კარგია მაგრამ რის თქმა მინდა
აი თუ ხედავ რომ ძალიან უშნოარი და ეს ის არ არის რაც მე მგონია რომ მაგ დროს რაღაცა კომუნიკაცია არა. აი როგორ უნდა ვუთხრა მაკო იყო ჰოლანდიაში სასწავლებლად. მაკო იყო ჰოლანდიაში სასწავლებლად წასული და იქიდან ცოტა წონაში მომატებული ჩამოვიდა. ნუ საკმაოდ აი იმდენად რომ აეროპორტში რომ დავინახე და ესეთი ბრეტელებიანი მაიკით რომ დავინახე შევშფოთდი ისე შევშფოთდი იმიტომ რომ აი ნუ იმ სისქეხელები ქონდა ეხლა ამ სისქე უნდა ყოფილიყო მაგრამ ნუ აი შოკში ჩავარდი და ვერც მოვასწარი ეს ამან იმდენად იმოქმედა რომ აი ვერ მოვასწარი დარდი რაღაცა მოფერება და სასწრაფო დიეტაზე გადადიხარ იწყებ ვარჯიშს მასაჟს და მივდივართ ახალი ტანსაცმლის სახიდლად მეთქი იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა შორტებით და აი ესე და წავედი და ვუყიდე აი როგორი ხარვალიცი ჟასმინის როეცა ჟასმინის როეცა ოჭებიც არ უნდა გამოაჩინო არ გაიხადო სანამ არ გახდები მე მაგიგეთი კაბა მე მივხვდიდე ჩემ ორ თვეში როგორი გოგო დავაყენეთ იცი ისეთი როგორიც წავედი როგორიც წავიდა ხო ნუ ფასტ ფუდზე აი ფასტ ფუდზე არ ვყოფილო რეალურად უბრალოდ არა იქ მაინც ხო ყველაფერს ეკონომიას აკეთებენ ხახოსლახი რეალურად იქ ჭამდი აი მაინც მოზომილად გაჭმევენ რა რაღაცა ჩვენ რო ვიცი სუფრაზე დავყარეთ საჭმელი და აბადე და ბებო მოდი ეხა და ყველაფერი ჭამე და დაიმატე სადაა ეხა ხო და ნუ იქ იყო რა ერთი კატლეტი ორი კობზი პიურე და რაღაცა ბოსტონეული და მე იმდენად შეჩვეული ვიყავ რეალურად მყოფნი და მაგრამ იმდენად შეჩვეული ვიყავი აი ამ ბევრ მრავალფეროვან საკვებს რომ პროცესს ამ ყვების და გამოვაღებდი და შევდიოდი მაცივარში რაღაცა ჩემი ხდებოდა ნუ ამაზე გიждდებოდნენ და მე ბევრ საქართველოს და ბევრ ყიდულობდნენ ხოლმე კიდე უფრო მაგრამ თან დავიწყე შოკოლადების ჭამა რასაც არ ვჭამდი აი მაგ დროს იყო რეალურად გარდატეხის პერიოდი ვიყავით 15-16 წლის და ნუ აი არ ვიცი რა ჩამოვედი იმიტომ რომ მახსოვს ჩემმა მეგობარმაც კი მითხრა იახტაზე ვცხოვრობდით 3 დღე ფოტო გადავიღეთ ერთ ბიჭს ვეპრანჭებოდი და ფოტო რო გადავიღე ერთი გოგო მეჩვენებოდა ცოტა ზედმეტი წონით რა და მე მემთხრე ეს თქო რანაირია თქო ეს თქო როგორ მოეწონება თქო რა და ფოტო გადავიღეთ ბევრნი ვართ რა და აღმოვაჩინე ფოტოს მერე ოღონდ რომ იმ გოგოზე 1000 ჯერ დიდი ვარ ხალხნო ანუ წარმოგიდგენთ იმდენად თავდაჯერებული ვიყავი რომ მე თუ რაღაც რა შენ ანუ რა გჭირს და ჩვენ ოჯახში რაღაც არავინ არ არის აი ზედმეტი წონის რა არ იყო არავინ და აი რაღაც ეს ისეთი ამბავი იყო ჩემთან ნუ ეხა თან თინეიჯერია ხო იცი რაღაცა ახალგაზრდა ბავშვია და მეთქი ეს შვილო რას დამსგავსები ხარ შვილო ეს ხარ ჯობდა ესე რომ გითხრა ეკამ თუ ჯობდა რომ არ ეთქვა და ეხლა ლამაზი დარწმუნებული ვარ მაშინაც იქნება არა ლამაზი რა თქმა უნდა ჭარბწონიანები ძალიან ლამაზები არიან და ხო მისთვის უბრალოდ უცხო იყო ეს იმიტომ რომ ჩემი აღნაგობა ხო ანუ შემეშინდა რომ ეს რაღაც იმაში არ გადაზრდილიყო ხო მე თან ესეც ვიფიქრე რომ რამე დარღვევა ხო არა და შემეშინდა რომ იმაში რაღაცა მთელი კვლევები ჩაიტარა და მთელი ჩაუტარეთ და მთელი ამბავი იყო ნუ მაგრამ არა კაი ესე რომ კი ქონდა შენ როგორც ამბობ მე ესე მგონია კი მგონია რომ რთული არ ვიყავი ხარ რთული ესე არ ვყოფილი ვარ არ მახსოვს საერთოდ კარგი ბავშვი იყო მაკო ხანდახან 1-2 მომატყუა რაღაცა და მე ვასწავლე რომ ტყუილი არ შეიძლება ამისთვის ზედმეტადაც ცოტა დაისაჯა მე ტყუილი არ მithქვა ხო ანუ ეს დაჟაც იყო რომ წადი და სანამ არ მოეშვები ამ ტყუილების თქმას მერე მოდი როცა მოკლედ გადაეჩვევი ტყუილებს და ვფიქრობ რომ რაღაცა ძალიან კარგი გაკვეთილი იყო და საერთოდ არ ვამტყუნებ დედაჩემს იმიტომ რომ მე ძალიან მეშინოდა რომ მაშინ რთული პერიოდი იყო მაშინ არ იყო ის რაც მერე აი თქვენ უკვე რო წამოიზარდეთ და მერე რო რაღაცა მშვიდი და კარგი ცხოვრება იყო ბევრი რამის გვეშინოდა ჩვენ იმიტომ რომ აი ეს 90-იანი წლები გამოვლილი და ამ დროს გაჩენილი და გაზრდილი ბავშვები ნუ რთული იყო და ერთადერთი რასაც ვთხოვდი არ მომატყუოთ
ვიცოდე რას აკეთებ, სად ხარ. დანარჩენს არაფერს არ გიშლი და ერთხელ არ მითხრა სადღაც ჩატალოზე წავიდა და ერთხელაც სადღაც სხვაგან იყო და აღმოჩნდა ანაკლის მაგივრად აღმოჩნდა ქობულეთში და აი ეს იყო და რა ვიცი, მგონია რომ ესეთ რაღაცებზე უნდა გაუმახვილო. ხო, დამტყუილებს მე არ ვეუბნებოდი რეალურად საბოლოო ჯამში მისი ინტუიციით ხვდებოდა და ვერ ვიგებდი რანაირად, როგორ და რატომ, იმიტომ რომ მინდოდა რომ ტყუილი ყოფილიყო და არ გაეგო. რაღაცა ყველაფერი არ აგეხსნა. ეს არის დედის ინტუიცია. საბოლოო ჯამში ერთხელ ეს იყო რომ ანაკლიაში ვიყავი და მოვატყუო რომ ისევ ანაკლიაში ვაპირებდი დარჩენას და წავედით კურსელებთან ერთად ქობულეთში. არაფერი არ დამიშავებია, არაფერი ცუდი არ ყოფილა, უბრალოდ მეგობრები წავედით. არასდროს არაფერი არ დაგიშავებია. და არ მინდოდა რომ ენერვიულ, მარტო ეს იყო მიზეზი, რომ არ ვანერვიულო, არ აუხსნა ეხა რაღაცა, მოკლედ წავედით ყველა თანახმად. ზუსტად ჩავდგე თუ არა ქობულეთში ფეხი ტელეფონზე არის ზარი და რა მემართებოდა ეკასდარზე იცი ანუ ესეთი კანკანი მეც რაღაც მქონდა დაშავებული მქონდა 5 წუთში გაჩდით სახში ჩემი და ანას ტელეფონზე ეს ზარი თუ შემოდიოდა 5 წუთში კი არა ერთ წამში იქ ვიყავით ფლეშებივით რა რომ და ორივე ვიყავით ესეთები გულწასულები ეს რომ მითხარო დედა ეს მახსოვს დაჟე ინტონაცია დედა სად ხარ? და მე ვეუბნები რომ ანაკლიაში. არა დედა, სად ხარ? ხმაზე ხო ზუსტად ვიცი რომ მატყუე. თან ეს ვითომ ნერვები საერთოდ არ ეშლება ეხლა. არა დედა. მითხარი სად ხარ? და მე ამ დროს უკვე გული ჯობია შენით მითხრა. არა, მოდი შენ თვითონ მითხარი და მე არ გეჩხუბები. მე მეთქი რა გავაკეთე და ვუთხარი და სხვათა შორის არ მეჩხუბა რომ ვუთხარი არ მეჩხუბა იმიტომ რომ მალევე უთხარი თორე რა ერთი დღე რო დამეგვიანებინა უეჭველი ფეხი ჩამოვიდოდა და წამიყვანდა იქიდან და ეგ იყო და რავი მას მერე ალბათ რავი არაფერი არ მომიტყუები შენ როგორი დედა ხარ ანუ ეკას მაგას ალბათ კიტა და უნდა იტყვი ან არ ვიცი ვერ ვიტყვი მე ვიტყვი შენ მაკო არის ბევრად უკეთესი. არა, მკაცრი არ, მაგრამ მეც ფეთქებადი ხასიათი მაქვს, თან მით უმეტეს თუ გადავიღალე, უკვე ვეღარ ვცნობ ვეღარავის და ნუ რაღაცნაირად ვფეთქდები ხოლმე, რაზეც მე ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, რომ რანაირად, რატო ვერ გავაკონტროლე საკუთარი ემოციები. ჩვენ მგონია, რომ ჩემ თაობას მაინც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, რა და მგონია, რომ ბევრი მიდგომები არის აბსოლუტურად სხვანაირი. ინფორმაციას და მე ჩვენ ვიყენებთ ჩვენ შვილებთან და თუ ცხოვრებაში. ამ თაობას არ ქონდა აი Google-ავს, უეძებს, ChatGPT-ს პირველივე დღიდან რო გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ალბათ 1-3 წიგნი ვიყიდე, რაც იყო მშობლობაზე, იყო ბავშვის ფსიქოლოგია, იყო ტვინი, როგორ იყო მოწყობილი, ყველა განვითარების ეტაპები, ოპერაცია როგორ მიმდინარეობდა, იმიტომ რომ საკეისრო კვეთა გადაწყდა, ყველაფერი ვიცოდი და მეუბნებოდი რომ გიჟი ხარო. მაგრამ აი მომენტი მინდოდა ეს ყველაფერი. ხო და ისთვის გინდოდა რომ აი ეს რაღაცა უცნობი არ ყოფილიყო რაღაცა რაც არ ვიცით ის ხო ცოტა გვაშინებს რაღაცა ქაოსურია ხო აი ცოტა რაღაცები მე რჩივნა რომ გამოგადგა სიმშვიდისთვის კი გამომადგა ყველაფერი და ეხაც კიდე უფრო მეტ ინფორმაციას ვეცნობი ხოლმე რაც უკავშირდება მშობლობას ვერ ვიტყვი რომ ყველაფერს ვიყენებ და ვერ ვიტყვი რომ ყველაფერს ვაკეთებ ისე როგორც არის ახალი გაიდლაინით იმიტომ რომ ძალიან რთულია ეგრე გააკეთო ყველაფერი მართლა გიჟი უნდა იყო ეხა ესე რომ გააკეთო ვერც ყველა ფსიქოლოგს უჯერებ და რაღაცა ჩემი მიმართულებაც მაქვს, მაგრამ ხო, ნუ ვცდილობ რომ რაღაცნაირად ვიყო უფრო მშვიდად ხოლმე. და მივუდგე და შეიძლება ზედმეტიც არის რა, იმიტომ რომ ახლა ვერ ვიტყვი რომ დედა ჩემი ცუდი დედა იყო, როცა მკაცრად მექცეოდა. პირიქით, ესეთი რო არ ყოფილიყო, ესეთ მეც არ მკაცრია, მე რასაც ვუყურებ, მაგრამ რა ბევრად უფრო ჩართულია. თავის და სულ მათთან ერთად არის და მიხოთ იმისა რომ დაკავებული ხარ საკმაოდ ხო აღარ ვარ ისეთი დაკავებული როგორც ვიყავი აღარ ვარ ისეთი დაკავებული მაგრამ მინდა რომ ვიყო დაკავებული და ვცდილობ მაგრამ აი ამ ბავშვებიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში იმიტომ რომ მარტო არ დავტოვო და იმიტომ რომ რაღაც არ მოვაკლდეთ ესე full time job არ მაქვს რა რასაც ქვია მაინც ესე ვცდილობ რომ რაღაცნაირად საქმეც მქონდეს მაგრამ ბავშვებსაც არ მოვაკლდეს ჩემი ყურადღება შემიგეხმარება
მე მეხმარება მე ძიძა მყავდა სხვათა შორის 11 თვიდან მეხმარება დედაც და დედამთილიც და ქმარი დაბადების პირველი ვეტყიდან ჩართული და სხვათა შორის ეხაც ჩემმა ქმარმა დაიტოვა ორივე ბავშვი და საჭმელსაც კი ისაკეთებს ამ წუთას მათთვის ძალიან მეხმარებიან მაგრამ დედა სხვა ფუნქცია აქვს რა ანუ ვინც არ უნდა დაგეხმაროს თქვა ესე როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს მეც მაინც მგონია რომ უნდა იყო შენ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი როლი გაქვს ბავშვის აღზრდაში ქალს და დედას და არა სხვა გარშემო მყოფს დედა ძალიან ჩართული უნდა იყოს ამიტომ თავისი შვილების აღზრდაში ოღონდ აი მე რას ვერ ხვდები იცი რა ასაკში არის როდესაც შვილები თავს ანებებენ დედას იმიტომ რომ ჩემთან ეს არ დადგა არასდროს დედა შეხო წამომ დედა მეთქი ხო გაიზარდა მე როგორ შვილ და დედა მაგას ძალიან მომწონს ძალიან მაგონებს ჩემს შვილს მაგრამ ანუ ძალიან რთულია შენთვის გაგიჭირდება როდესღაც არა ვერ ვიტყვით რომ დამოუკიდებელი ადამიანები არ ვართ ბედანა მაგრამ არა ეკას გაკეთებული სხვანაირად ტკბილია და იყოს ჩართული ყველაფერში ავად რო ვარ აღა ჩემი ქმარი არ მაკლებს არაფერს და მე არ ვიცი ისე მყვება ხოლმე რომ რა ვიცი მაგრამ დედა ეს მემართება რა გარე თვალმაში აი გარედან ახლა ვიღაცა უყურებს ეკამდენი ხანია ეკრანზეა და როგორი დაკავებულია და ყველა შეიძლება იფიქროს აი დარწმუნებული ვარ სუგისვამენ ხოლმე ხალხს გონია რომ მე საჭმლის კეთება არ ვიცი ესე გონიათ აი დედა რო ალბათ ჩვენთვისაც ბევრჯერ უკითხავს რომ დედა ესე დაკავებული რომ არის არ გენატრება და ამას რო ჩემ შვილებს ეკითხებიან ხოლმე მინდა ის დავახშე ჟურნალისტი იმიტომ რომ აი ამას რომ მოუყვე ხა ჩემი დღისგან რიგი ალბათ გაგიჟდება და ჩემი შვილები ცოტა ვერ ხვდებიან ხოლმე რას ეკითხები ეს ყველაფერი ერთმა არც ერთი წამი არ მომყოფოს აი ამ ორომტრიალის ესეთია დედა ჩემიც აი დედა ჩემიც დღემდე ჩართულია ყველაფერში და მე მინდა რომ ეს ასე იყოს რა თქმა უნდა რაღაც საზღვარი არსებობს ცხადია უკვე როცა დიდი ხარ ქალი ხარ შენ თვითონ რაღაც ასაკში ხო რომ იმის იქით ინფორმაციასაც აღარ აწვდი სრულად დედას მაგრამ სხვა რამეა ეს დედა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ძალიან კარგია. ბებიობა? რა მაგარი ყოფილა ბებიობა. ბებიობა არის ჩემი საყვარელი საქმიანობა მართლა. მაგდროს აი პასუხისგებლობა ნაკლებია და მე მისთვის ამათთვის უნდა ვიყო აი ყველაზე ყველაფრის შემსრულებელი და მართლა ყველაფერს უსრულებ ხალხო კიტამ და უნამ რომ თხოვოს რომ ბებამ თვარე გვინდა რომ მოგვიწყვიტო და ჩამოგვიტანო ვიზა გავაკეთებ ამას და ეს მიშლის და ეხა ხვდები მეც ესე ვეუბნებოდი დედაჩემს და ბებიაჩემს თქვენად უტუცებთ ამ ბავშვს. ის ნანახი გექნებათ ყველას დარწმუნებული ვართ თქვენც და ვინც გვიყურებს მათაც. დინოზავრი რო არის ხო იცით და დედა რო არის დინოზავრი და ძალიან საშიში დინოზავრი არის. და უცებ ბებია რო ხდება ეს დედა და უცებ აი ძალიან ბაჭია რაღაცნაირი აი რიყურია აი ძალიან ისეთი რო არის. მეუნებ რომ ეგეთი დედა რო ყოფილიყავი თქო ანუ აი ჩვენ კიტას რასაც უთმეს და ბება აბარა ბება კი ბება რა გინდა საუზმეზე ბე ეს გინდა და ყველაფერი კი ბება ეს არ გინდა ამას მოგიტან ეს ნერვები გეშლება ამაზე რამე არა მე რატომ ეშლება ნერვები იმიტომ რომ ეს ბავშვი შემთან ცხოვრობს თქმა უნდა ბება ხო მიდის ეხა ბოდიში რა კაცალი მომიტანე ზუსტად რაღაც მითხრა კიტამ და მაკომ ესე გადახედა და მე და ბება ესე ვშებითა და მე yes არა წყალი მომიტანე ეს რაღაცა დედა წადი დაისხება არა ეს არის საოთ ერთი წამი მაცადე ჩემ შვილიშვილებზე მალაპარაკე ეს არის ეს სიამოვნებას ხდება ეს არის უდიდესი სიამოვნება ეს არის აი ეს არის რაღაცა აი ახალი სიცოცხლე რაღაც ახალი ძალა აი რაღაც ახალი სუპერ ძალა გემატება და ეს არის უდიდე ყველაზე მეტად მიყვარს კიტას და უნას ყურება აი როგორ აი რაღაცას როგორ აკეთებენ როგორ ერთმანეთში ან თავისთვის რო თამაშობ აი ყურებაც კი არის საოცარი სიამოვნება ჩემთვის და მათთან ურთიერთობა უნამ ჯერ ლაპარაკი არის ის ცოტა სიტყვები იცის ჯერჯერობით მაგრამ ნუ კიტა გამართულად და რა ვიცი ბევრზე უფრო გამართულად საუბრობს ბევრ ზრდასრულზე და всё ეხა ამაზეც მეტყვის რომ შენ კიტა გონი სკოლაში გასაუბრებაზე ყავდა თქვენ არიცით ეს რა ბიჭია ეს არის ჭკვიანი გენიოსი უღოთ მარტო
და მე ამ დროს ესეი დაყვეთე და გაჩერდი, იმიტომ რომ ვაი და არ არის ჭკვიანი და გენიოსი. არა დედა არის. აი ვაშა ბუღაძის 3 დაცემინების ამბავი თუ არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად წაიკითხეთ, ეგბებიო ვარ მოკლედ მე. მართლა. კი, აი ზუსტად. არ ვიცი, მე მეუნება ძალიან დიდი ხანია წაიკითხე, მაგრამ მაგისთვისაც ვერ მოვიცალი, რომ რამე წავიკითხო ამ ბავშვების ხელში. ეკა, პროფესიაზეც მინდა კითხვა, არ ვიცი რამდენად ჟურნალისტი რო ვარ პროფესიით. რა საინტერესოა. ჟურნალისტიკიდან წამოსვლა შეიძლება ამას ვუწოდოთ თუ უბრალოდ დროებით რაღაცა პაუზა არის? არა. იცი რა ჟურნალისტი თუ ხარ სულ ჟურნალისტი ხარ მე აი ვერ წარმომიდგენია რაღაცა სხვა პროფესიის ადამიანი გავხდე იმიტომ რომ მე ვიყავი პრესპიკერის პრეზიდენტის მაგრამ მაშინაც თავი მიმაჩნდა ჟურნალისტად ის არის რაღაც საქმიანობა ასე ვთქვათ რა მე ვაპირებ და უკვე აი მაგზაზე ვარ რომ საქმიანობის სფერო შევიცვალო კი არა გონია რომ ეს ახლა უფრო სწორია თან ჟურნალისტიკაში არ ვიცი ყველაფერი გავაკეთე რაც შეიძლებოდა რომ გამეკეთებინა და ეხა ქვეყანა ისეთ ეტაპზეა მგონია რომ აი ეს ჩემი გამოცდილება ჯობია ამ გზას მოვახმარო მე ვერ ვიტყვი მე მაინტერესებს პოლიტიკა მე ისედაც პოლიტიკური ჟურნალისტი ვიყავი და მაინტერესებს კარგად ვგრძნობ თავს და მოკლედ ეს უფრო კომფორტული კი არა უფრო საჭიროა ეს კიდე სხვა რამე აი ეს არის ის რაც მე მინდა რომ გავაკეთო ამ ქვეყნისთვის ეხლა ეს უნდა გავაკეთო ამ ქვეყნისთვის და ამას ვაკეთებ. შენ კითხავ ამ დედასთან დაკავშირებით აი დედა ჟურნალისტია, პოლიტიკური ჟურნალისტი არის. შენ როგორი რეაქცია გაქვს ხომ? შენ იძაბები? იმიტომ რომ საჯაროდ როდესაც გამოთქვამ, ხო? ცხადია იძაბები. კი, მით უმეტეს დღევანდელ დღეს ძალიან რთულია. მით უმეტეს როცა პოლიტიკა შეიძლება არასწორად დაგი რომელიც ისედაც ანუ ფრონტში არის ფაქტიურად და ყოველ დღე აქცია, ყოველ დღე ეთერი და თან რთული ეთერი. რა ვიცი ხა ჩემთვის მე უბრალოდ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა რომ ვამაყობ მისით აი მართლა ვამაყობ მე ვიტყვი ჩემი გოგო ჩემი სიყვარული არა ხო იმიტომ რომ რეალურად რაც მინდა რომ მე გავაკეთე კარგი რა და რა დაგიშა აი მე ხედავდი ვარ არა ერთი წუთი შემაკეთე შენ ჩუმად რამე სვაუეჭველი აღარა ფერს ვერიკებოდი მე სვავდი და რა არა მაგრამ მართლა ნიანგი ვარ და ჩვენ ბავშვები ჯერ მე მგონი ეს ყველაფერი გამოუცილებელი ორი თვისი ზუსტად ესე ვიყავი ხა უბრალოდ რაღაც სტრესი მოვიხსენი მოკლედ მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის რომ მართლა ვამაყობ მისი ყველა ნაბიჯით და მინდა რომ აი ყველა სფეროში წარმატება ვუსურო ერთადერთი მეშინია მისთვის საფრთხეს შემცველი არ იყოს თქო ამას ვფიქრობ ამიტომ არ შეგეშინდეს ყველაფერს ვაკონტროლებ ხო რაც არ უნდა მოხდეს ალბათ იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილება პატივს ვცემდა მინდა რომ თავის გზაზე გაუმარჯოს და აბა მე მინდა რომ ჩემმა შვილიშვილებმა ამას ამბობს ყოველთვის ჩემმა შვილიშვილებმა იცხოვრონ ევროპულ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და მე გავაკეთებ ამას და ზუსტად ვიცი რომ გავაკეთებ ამ ქვეყანას შევიყვანთ ევროკავშირში თქვენ შვილებს და ჩემ შვილიშვილებს უკეთეს ქვეყანას დავახვედრებთ აი ნახავთ ეკა კეცხვ არ იყრი ისეთი სპიჩი თქვი რომ ეგეთი არ მომისმენია მაგრამ ისეთი ენერგია მოდის არა მეტროთ იცოდეთ ქალბატონი არა ჩვენთან ეგეთებს არაფერს არ რაღაც მე არ ვჭირი ეს უნდა ჯერა ყოველთვის მჯეროდა ზოგადად და ჩემის და ყველა დამოკიდებულებაზე იყო რომ აი რანაირად ყველაფერს მის მიმართ სხვანაირი ნდობა მაქვს და სხვა უფრო მშვიდად ვარ და არ ვიცი ალბათ იცის რასაც აკეთებს და მან ყოველთვის იცოდა რას აკეთებს მე მგონი ალბათ არ ჭირდება მაგრამ ყველაფერი შეიძლება თქვა რომ ნამდვილად იცის რასაც აკეთებს კაი მოდი გავერთოთ ახლა ხო კაი გავერთოთ ამ ტირილის მერე გამარჯვეს სათვალები უნდა გავიქ მე უკვე კი ვთხოვე ამ ბოროტ გოგოებს რომ დიდად ამომიბეჭდეთ სათვალებს ნუ გამაკეთებინათ თქო მაგრამ აბა რაღაცა ისეთია მე მგონი რა უფრო სოციალურ ქსელებს რო უხდება რა ეგეთი თამაშებია აბა ეგეთი ვინ უფრო რა შვება რაღაცა რა ესე ხელი უნდა გაიშვირო ერთმანეთის კაი
არაფერს არ ვამბობთ, ანუ უბრალოდ თითით არა მოვიღო. როგორ არა, კაც ყველაფერი. ჩუმად შეგვიძლია ესეც დიდი ხელით, ანუ ჩვენ რაღაც TikTok-ურ იმაზე. შეგვიძლია ხელით ესეც. ეკა, მაკო, სახელებით თქვით როგორც გინდა. ვინ უფრო ადრე იღვიძებს? ალბათ მე. შენ კი, იძულებული. არა, უკვე ესეც. არა, იძულებულია თუ საერთოდ მე ვიღვიძებდი ყოველთვის უფრო ადრე. საერთოდ მე ტოროლა ვარ, მე მიყვარს ადრე ადგომა. აჰა, ვინ უფრო მკაცრი დედაა? სახელი თქვი შენ ეკა. მიაგიგრწა. ეკა. ვინ უფრო რთული ხასიათი აქვს? ეკას. მე. წესებს ვინ არღვევს უფრო მეტად? ალბათ მე. მაკო. კი. სულ მთელი ჩემი ცხოვრება. ვის უფრო მეტად აინტერესებს რა სიტყვის ხალხი? არ ვიცი. მე. არ ვიცი. ხო ვერც ეკაზე ვიტყვი და არა, ვერც ჩემზე. დიდად მეც ვიცი რა, მე რაღაცები მგონი ბოლო პერიოდში. გამომიმუშავდა. გათვალისწინება ადრე უფრო, ხო, ну მე უფრო საჯარო ტიპი ვარ და ამიტომაც. ხო, მესმის. სარკესთან ვინ უფრო მეტ დროს ატარებს? მაკო. ვინ უფრო მეტ დროს ატარებს ტელეფონში? მაკო. გაჩერდი. ვიტან ტელეფონს. აბა ეხა. გუგო, სუ ტელეფონი გიჭირავს ხელში. ხელში. მიჭირავს ბავშვებთან. ერთი წუთი. ბავშვი. ბავშვებს სკროლავ ხოლმე. არ ვაკეთებ, მაკო, სულ რაღაცა ტელეფონში. გამოგჭა. ტაილანდში იყავი მაგ დროს. ალბათ ისორი ყვირა ვიყავი. კაი. კაი, რომელი უფრო დრამა ქვინობს ხოლმე? აი, დრამა ქვინი რომელი ხართ უფრო? არც ერთი. დრამა ქვინი კიტა ყავს კიტა. სახლში. კიტა არის დრამა კინგი, აი სულ არა მე კი ვარ ცოტა მგონი ცოტა არის და მაგიტომ აი გამოგხედია რა მე თუ ამკივდება ვაიმე. არა ერთხელ ბზიკმა უკბინა და მახსოვს რომ მე მშვიდობებოდა. არ ვიცი სადღაც იყო და აუ ეს ანას უნდა მოაყოლოთ ანა ჩემს უფროს შვილს მაკოს დას ის საოცრებებს ყვება ამას. კი, დამირეკა რომ დედას დაემშვიდობეო, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ყვებაო, გონიაო, რომ ერთმა ბზიკმა უკბინაო და ყველაფერი დალიაო. იმიტომ რომ არასდროს არ უკბენია ბზიკს და მეგონა რომ ანაფილაქსიური შოკი დამემართებოდა და ყველაზე სასტრაფოთი წამიყვანეთ ბერძნებს. ეხლავე საავადმყოფოში გამიკეთეთ დექსამეტაზონი, რა ყველაფერი დამალევინეთ და ესე ვიჯექი მოწყენილი ვტიროდი. მართლა მეგონა რომ მოუკვდებოდი. რა კარგი. რა ბზიკმა გიკბინა? აი, კაკაზე ნათქვა. არა, ძალიან ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის. სიყვარულის გამოხატვა ვის უფრო შეუძლია? მაკოს. შეხვედრაზე ვინ აგვიანებს ხოლმე? მე ყოველთვის ყველგან ვაგვიანებ. ეხაც ვაგვიანებ. ეხაც შეხვედრა აქვს. მე არა. ღამის ცხოვრებით ვინ უფრო ცხოვრობს? მაკო. მე. ეხლა ახარ. ვინ უფრო ბუტია? ეხლა სხვანაირი ღამის ცხოვრება. ვინ უფრო ბუტია? ო ვერ ვიტან ბუტია. ვერც ერთი. არანაირად არც ერთი არ ვარ. ქალისთვისაც და კაცისთვისაც წუთში ყველაზე ვერიგდება. ბანძი საშინელი თვისება, ვიმე რა არის ეს? ვინ უფრო კონფლიქტურია? მე არ ვარ სინამდვილეში გონია. კონფლიქტური. არა, მე გონია. საერთოდ არ მიყვარს კონფლიქტები. კონფლიქტები, შენ არ უბრალოდ გაურბი კონფლიქტებს და არა, შეიძლება საერთოდ არ ვარ კონფლიქტური, არა, მაგრამ სახში ანუ მაინტერესებს რას ამბობ. კამათი შემიძლია. აი მაინტერესებდა რას ამბობ. კამათი და ნუ რაღაც რა დედა ვარ და არ უნდა დაგარიგოს ჭკუა. არა და თან თუ ისე არ არის რომ ისე იქ მივდივარ, მე მაინც უკვე წარბი ზევი დადის რომ აი როგორ თუ. არა, მე მაგრამ ჩვენ გითხარი ვიცით და ეს ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, ჩვენ მას ვიცნობ, ჩვენ ის გვიყვარს, ისეთი როგორიც არის და მაგით. ეგ არის, ყველა უნდა გიყვარდეს ისეთი როგორიც არის. ადამიანს ვერ როგორ უნდა გადააკეთებ. მოვიქცეთ და რა დროს უნდა დავთმოთ და რა დროს მოკლედ მე ვიტყვი ერთ რამეს რა, მე არ ვთვლი რომ არც იდეალური ადამიანი ვარ, ალბათ არც იდეალური დედა ვარ, მაგრამ მე მყავს იდეალური შვილები და შვილიშვილები კიდევ უკეთეს. და შენ შვილიშვილების დროც მოვა ალბათ როდეს მაგდენი ხაირო გაგზავნა შენ პოდკასტი რომ შენი შვილები კიდე შეგიძლია უკვე მოიწვიო. მიხარია რომ ამის შესაძლებლობა მომეცა რომ ჩვენ აქ ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე. ასევე მადლობას გადავუხდით ჩემს სპონსორებს Ashley Home Stories, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა პირველივე გადაცემიდან რომ კომფორტულად ლამაზ გარემოში. მე მართლა ძალიან კომფორტულია. ერთადერთი უნდა მეკითხა სად იყიდეს სკორო არის ძალიან კომფორტული. მეც მინდა ვიყიდო. ამერიკული ხარისხი, როგორც ოჯახებისთვის, ასევე თქვენი ოფისისთვის და მადლობა ქართულ ბრენდ ნიკოლოს, რომელსაც თქვენთვის საჩუქრები აქვს. მე ძალიან მიყვარს. და რა კიდე მოვალთ პოდკასტზე თქვენ. ცალ-ცალკეც დაგვიძახეთ რა. სიამოვნებო.
გავცვალოთ თუ რამეა. ეს არის ქართული ბრენდი, შეიძლება საქართველოში გავხსნა? წარმოებული, კი რა თქმა უნდა. როგორც გინდა. ვაიმე, რაღაცა კაი ფერია გამიცვლით, მგონი. ეს არის ის, რაც არასოდეს არ არის ზედმეტი. ვაიმე, რა კაია, თან ჩანთა მინდა და ბოლო პერიოდში და შემეცი. რა მაგარია. აუ, რა კაია. გინდა გაგიცვალო, მე შავი მინდა კი. შავი არა, ყავისფერი მაქვს, რა ფერია? ყავისფერი. შავი. ყავისფერია და უბრალოდ ეს აუ, არის. რა ლამაზია. არ მინდა და ის კაი, რომელიც გინდა. ეს არის ქართული, საქართველოში წარმოებული ნატურალური ხარისხიანი ყავის. ვერაფერს რომ ვისაც აინტერესებს ეს ყველაფერი და ვისთვისაც ჯერ საჩუქარი არ მივიცი, იცოდეთ რომ ნებისმიერი ასაკისთვის და ნებისმიერი გემოვნებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ მამაკაცებისთვის. ალბათ ესეთი. კიდე აჩუქეთ რამე. მოიჩუქე ბაუცი. ესეთი წაჩუქე. არა, შენ თქვი რომ ესეთი მოგწონს, შენ ესეთი ჩანთები უფრო გიყვარს და მე ესეთი. კიდე რომელიც შავზე ვერ შეთანხმდით მაღაზია ამბავი. შავი არა. ყველაფერს ისე დავუთმობ. ის არის რა ქვია, ეგ უფრო ტრენდული არის. ეხა შემოდგომაზე ეგ კი, უფრო რა ნამდვილად. რაღაცას ვეტყვი რა გთხოვთ რა, ერთი რაღაცას ვეტყვი და ბარემ უარს ვერ მეტყვის და დღეს დაბადების დღეზე უნდა დავიდე ბავშვების ვერა, მე სხვაგან მივდივარ. ათია დედას. მოიყვანი და დავიტო. ძალიან დიდი მადლობა საჩუქრებისთვის და დიდი მადლობა რაღაცნაირ კარგი გარემოსთვის რა, როგორი გარემო. მადლობა გოგოებო. დიდი მადლობა მართლა და წარმატებები. ფიქრობ დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, მეხუთე ელემენტი ამით დასრულდა. აუცილებლად შეგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენ გევალებათ, ჩვენი ყურება, გამოწერა, დალაიქება, დაკომენტარება და ხო, აუცილებლად დაწერეთ ყველა ის თემა, რაზეც თქვენ გინდათ რომ აქ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამისთვის ვარ მე აქ. მადლობა ნახვამდის.